ჩემო ძვირფასებო, მოგესალმებით კიევიდან. მინდა თითოეულ ქართულ ოჯახს უსურვო ბედნიერება დამდეგ ახალ წელს. თქვენ გახსოვთ, რომ ჩემი პრეზიდენტობის წლებში, ჩემი მომართვის დროს საუბრობდი დიდ განვითარებაზე, დიდ პროგრესზე, დიდ წინსვლაზე, იმ გიგანტურ ნაბიჯებზე, რომელსაც საქართველოს გავდა იმ წლებში. მაშინდელი ჩვენი განვითარება იყო მისაბაძი და ზოგისთვის შურის საგანი, არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეზე, არამედ ბევრისათვის მსოფლიოს მასშტაბით. შემდეგ ეს ყველაფერი ერთბაშად შეჩერდა და ბევრი რაღაცა უკანაც წავიდა. და მე ვიცი, რომ ძალიან ბევრ ქართულ ოჯახს ძალიან უჭირს. მე ვიცი, რომ ძალიან ბევრ თქვენგანს ეკარგება მომავლის პერსპექტივა და იმედი. მაგრამ მინდა გითხრათ, მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ჩემი საკუთარი დევნილობისა, როგორც არასდროს ჯერა საქართველოს უკეთესი მომავლის და ნათელი პერსპექტივის. იმიტომ რომ ჩვენ ამ წლებში, იმ წლებში ნახეთ, რომ ქართველებს შეძლებიათ აღშენელობა, რომ ქართველებს შეუძლიათ განსაკუთრებული რაღაცების შექმნა, რომ ქართველებს შეუძლიათ მართლაც მუხტ-ჩაუხრელი შრომა და ბრძოლა საკუთარი ქვეყნისთვის. ჩვენ ეს დავინახეთ, ამას ვეღარაფერი ვეღარ დაგვავიწყებს. ჩვენ ვერ მოგვახვენ თავზე უიმედობას. რაც არ უნდა იყოს, რა შემოტევაც არ უნდა იყოს, რა პროპაგანდაც არ უნდა მუშაობდეს, რა ღალატსაც არ უნდა გქონდეს ადგილი, მაინც უმრავლესობა, აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოში არის ძალიან პატრიოტი, ერთგული, მაგარი ხალხი. მე მინდა მოგმართოთ თქვენ. ყველაფერი გამოგვივა თუ ვირწმუნებთ ჩვენი ძალების. მე მინდა თითოეულ ოჯახს უსურვო ბედნიერება და წინსვლა დამდეგ ახალ წელს. მე მინდა გისურვოთ კარგი განწყობა, ფეხბედნიერი ყოფილიყოს 2017 წელი ჩვენი საზოგადოების თითოეული წარმომადგენლისთვის, მრავალეთნიკური ქართველი ერისთვის და მთელ მსოფლიოში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის. აბა თქვენ იცით, ჩვენი საუკეთესო დღეები არის წინ. გილოცავთ ახალ წელს.